ეკლესია დრო და იდეალის მახე. პოლიტიკურ თეოლოგიური ანალიზი. თანამედროვე პოლიტიკურ თეოლოგიაში ეკლესიის როლი საზოგადოებაში განისაზღვრება როგორც ღვთის სასუფეველის ახალი რეალობის მოწმობა, დამოწმება. მიუთითებ და ეუბნები, რომ ბრენდონ გალიჰერის ნაშრომის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა კრებულში პოლიტიკური თეოლოგიები მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში 2017 წელს. ეს მოწმობა უპირველეს ყოვლისა ვლინდება სოციალური თუ ინსტიტუციური ბოროტების, ასევე ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ძალადობის მხილებაში. ლიბერალური თეოლოგიის ზენით რომ თქვათ, ეკლესია უნდა იყოს სხვისა და უცხოს დამცველი ხმა, ესე იგი განსხვავებულის, მეორეს, რომელიც ზუსტად შენ არ იქცევა და არ ფიქრობს, რომელიც შენ არ ახარ, რომელსაც სხვა იდენტობა აქვს, მაგრამ არა ქართული არა. რადგან ისინი იმ სხვაობის იესოს ხატები არიან, იესო არის იმ სხვის გნებავთ ალტერ ეგო და არქვით, სხვა ლაკანი ლაპარაკობს ამაზე ბევრს. სხვა სამის წარმომადგენელია ქრისტე. ეს რას ნიშნავს ხა ეს ქრისტეს ეს წარმომადგენლობა? რომ იესო გააკრეს ჯვარზე, არ მიიღეს, იმიტომ ის ტრადიციიდან განსხვავებული იყო, სხვა წინასწარმეტყველებიდან განსხვავებული იყო, ფარისევლებიდან, ინსტიტუტებიდან, ერიდან, ხალხიდან, ყველასნაირ სხვა იყო. რა არის ხა იესო ისედაც თავისი სტატუსით არის სხვა, ხო, ონტოლოგიური სტატუსით, ის არის ძეღვთისა, ის არის განკაცებული თავად ლოგოსი ღმერთის. ეგ ის სხვა არის, შენ სხვა ხარ, ის სხვა არის, ის არის უქმნელი, შენ ხარ შექმნილი, ღვთაებრივი პიროვნებაზე ბუნებით კი არის ადამიანი ერთი ბუნებით, მისი მეორე ბუნებით ღმერთია. მოგეთ აი სხვაში, ესე უკვე პირდაპირ გეუბნება სხვას, მაგალითად იმ ზანგს, პიდარასტს, გეის, ამერიკელს, მიშისტს, ბიზინისტს, კახა კურტანიძეს, ლიბერასტებს, ტრადიციონალისტებს, MMK-ლებს, რომლებიც შენ არ გეთანხმება და შენს იდენტობას, ის უკვე თავისთავად ის არის იმ იესოს სახე. ამ კონტექსტში გალიჰერი განიხილავს ბერძენი თეოლოგის პანდელის კალაიციდისის მიდგომას, რომელიც აქცენტს აკეთებს ესქატოლოგიაზე და შემოაქვს დიალექტიკა უკვე რეალიზებულისა და ჯერ კიდევ შეუსრულებელს შორის. ესე იგი არის ესქატოლოგია, ეხლა ეს უყვარს ძალიან, მეძიზულასებმა უკვე იციან, გაიწუხდნენ ამაში. ესქატოს ნიშნავს ბოლოს რა. და ესქატოლოგია ნიშნავს ასე ვთქვათ ბოლო ჟამს, მაგრამ ბოლო, ასე ვთქვათ, ბოლო არის სასופველი, მეორე მოსვლა რა და მაგრამ მარტო ის კი არ არის ბოლო მეორე მოსვლა. მეორე მოსვლას შემდეგ დგება მარადიულობა, სხვანაირი დროა. კიდე სხვა თემაა, მაგრამ მოგეთ ესქატოლოგია ნიშნავს აი ბოლოს რაც მოხდება და ბოლოს რაც დამყარდება, ამას მაქსიმუმ უწოდებს. მარადო ძრავი მოძრაობა. ის კი რაღაცა მოხდება შიგნით როგორც ორგანიზმში ცოცხლს აი მაგალითად წარმოიდგინეთ 33 წელია ხო თუ 25 წელია თუ 23 თუ არ ვიცი მამაკაცებისთვის 23 მართლა 30-33 წელია იმიტომ რომ ადამიანის ტვინი ადრე ითვლებოდა 25 წლამდე ბიჭის ტვინი 25 წლამდე ყალიბდებოდა და აღმოჩნდა რომ რაღაც ფორმირება თავის ხალა და რაღაცა თუ 30 წლამდე გადავიდაო ხო რაღაცა წავიკითხე და ის 30 წლამდე თუ გადავიდა, რაღაც აი mature, ესე მომწიფებული მამაკაცი, როდესაც აი თავის დასრულებაშია, როდესაც ის უკვე გამოცდილიც არის, მისი სხეულიც აკმეშია მოქცეული, აკმე ესე იგი მწვერვალზეა, აყვავებული აკმე. ბერძნული სიტყვა დანიშნავს ყვავილობაში აი აღმოშვება და აი ეს
მდგომარეობაში რომ შედგება, წარმოგიდგენთ, აი ამ მდგომარეობაში რომ გაჩერდეს ადამიანი. როგორც იესო, ამ მდგომარეობაში აღდგა ეს. და აი ამ მდგომარეობაში გაჩერებული ადამიანში, მაგრამ შინაგან ორგანიზმის ხო ცოცხალი ხო პროცესები მიდის, ის აღარ ჭკნება, წარმოგიდგენთ, ის აღარ ჭკნება. მაგრამ ის მომწიფებულია, ის ახალაზრებსაც ყველაფერს და მიხდება, შიგნება დაიჯესტი, მონელება ხდება შიგნით ყველაფერის. ესე იგი, ინფორმაცია იქნება, ცოდნა იქნება, მატერია იქნება, საჭმელი იქნება, სასმელი იქნება, ყველაფერი რაც ხდება გარშემო, ამ ორგანიზმში შედის და ეს ორგანიზმი თავისებურად ამას მოინელებს და იცოცხლებს და თან ეს ორგანიზმი მუდამ მდიდრდება, ასე ვთქვათ რა, იხოცება, მდიდრდება, სხვასაც ამდიდრებს. მე უკვე გადასცემს ამას და ეს კავშირი, აი ესეთი ამას ქვია ესქატოლოგია. ესე იგი, ესეთი რომ წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა. ეხლა ეს სხეულთან გაიგიო რაღაც ამას მე გეუბნებით, მაგრამ ესე სხვადასხვა ამ სხეულთან ეს კანტს აქვს ეს, კანტის არის. არა, ეხლა მე რაც ვთქვი კი არა რომ სხეული და ამას მამარდაშვილი მეორეს, მე მამარდაშვილის მეგონა და მე ნახე რომ კანტის ყოფილი. ამ კონტექსტში გალიხერი განიხილავს ბერძენი თეოლოგის პანდელის კალაიციდისის მიდგომას, რომელიც აქცენტს აკეთებს ესქატოლოგიაზე და შემოაქვს დიალექტიკა უკვე რეალიზებულსა და ჯერ კიდევ შეუსრულებელ შორის. უკვე რეალიზირებული არის ქრისტე აღსგა აფრინდა, დედამიწა სულიწმინდა მოგვივლინა, მე ედიშეს მთელი სტატიები აქვს დაწერილი, ხო იცით იმის შესახებ, ჩვენ უკვე ნათლობაში მსგავსება აღგვიდგება, იმიტომ რომ ამბობენ რომ ჯერ ჩვენ მხოლოდ ხატება გვაქვს მსგავსება მოვიპოვეთ მერე და რაღაც ეგეთ რაღაც და ედიშე რაღაც არა ნათლობის დროს თუმცა იქაც არის ორივე ვარიანტი მაგრამ თუ არისტოტელეს ფილოსოფიას გაყვები მაშინ ჯერ ხატება გვაქვს და მსგავსებისკენ მივდივართ ნუ იქ ეგრეა და მაქსიმიც იყენებს ამას ქვია პოტენცია ესე იგი ძალა და პოტენციალობა და აქტუალურობა ესე იგი პოტენცია ძალა ჯერ ქართულად ძალია ესე იგი რაც შენ უნარი გაქვს ჩადებული ჩათეს ესე იგი რკოში პოტენციურად მუხა მაგრამ მუხა რო გაიზრდება უკვე აქტიურად მუხა არა ესე იგი აი ეს ჯერ უკვე რეალიზირებული ნიშნავს რომ რკო ვართ უკვე ყველაფერი მოგვეცა ჩვენ განახლებულები ვართ მოვინათლეთ სულიწმინდა მოვიდა ნიჭები გვაქვს ბეზიარები სისხლის ეკლესიის და სხეულის ნაწილი ვართ განვაახლებთ ამას ყველა ზიარებაში რაღაცეებში ეს უკვე არის ეხლა მაგრამ ჯერ კიდევ ის მომავალში უნდა მეორედ მოსვლაში უნდა განსრულდეს ჯერ კიდევ შესაძლოა შორის ეს დიალექტიკა რა ხოეთ რა დიალოგოს ბერძნული სიტყვა არა ეს დიალოგოს და ლოგოს არის სიტყვა დია არის მიმო სიტყვას ნიშნავს რა მიმომეტყველებას მიმოლაპარაკს ნიშნავს და მიმოსიტყვაობას ნიშნავს ხო მიმოსიტყვაობას ნიშნავს და მე ეს დიალექტიკა ესე საერთოდ ეს დიალექტიკა შემოტანილია პლატონის მე ეს დიალექტიკა აიყვანეს მოყოლის წვრილოსი ნეოპლატონიკოსება ძალიან ბევრს ამის შესახებ ლაპარაკობს ალექსი ლოსევი თავის მითის ფილოსოფიაში და კიდევ ბევრ ამაში მაგრამ საერთოდ ეს პოპულარული ხდება ჰეგელიდან რა ნუ დიალექტური ადამიანი ესე იგი არის ქონება გამოდის თავის თავიდან არაობაში და შემდეგ შეიმეცნებს თავს და ბოლოს აი თავის ყოფნა არ და არ ყოფნის დიალოგში აი რა მე ყოფნა და ამაში დიალექტიკა ამაში ასე მატერიალისტური დიალექტიკა ვიცით ხო ერთი მეორეა მე მეორესა და სინთეზი ხდება ანტითეზი სინთეზი და ეგეთ რა ეს დიალექტიკა ყველაზე ნათლად ვლინდება ევქარისტიაში ევხარისტო ბერძნულად ნიშნავს მადლიერებაში ქართულად ვეძახით ლიტურგიას ან ზიარებაში ну აქ ზიარებაში აქ მაგრამ ეს ნიშნავს ლიტურგიაში მაგრამ პრობლემა რაში არის იცით ევხარისტია ნიშნავს ჩვენ რასაც ლიტურგიას ვეძახით და ბერძნებიც ეძახიან ლიტურგო ნიშნავს ну საერთოდ თემა მაგრამ ლიტურგია საბოლოო ლიტურგიკი მაგალითად ეს ლიტურგიკა ხო არ მეცნიერება ესეთი სწავლობ ყველაფერს რაც კი შეეხება ღვთისმსახურებას მაგრამ ევქარისტია არის აი სწორედ ის რასაც ჩვენ ვეძახით წირვას ანუ წირვაში უნდა იყოს წირვა არის სხვებში წირვა ეს თისიას არ ეძახიან ბერძნებს ჩვენ დავარქვით წირვა ნათლად ვლინდება ევქარისტიაში ეს დიალექტიკა ყველაზე ნათლად ვლინდება ევქარისტიაში წირვაში ზიარებაში როგორც სასუფეველის საიდუმლოს აქტიურ ხატში დააკვირდით აქტიური სიტყვა მოიყვანე ხო აქტიურ ხატში მაგრამ
კვლავ ხატია. ჯერ არ არის თვითონ არ უიგივდება ხატია. ხაჭი, რაც განასხვავებს ეკლესიას ამ ქვეყნიური სტრუქტურებისგან, მაგალითად სახელმწიფო სტრუქტურა სასამართლოსგან იქნება. ძირითადად არის ორი სტრუქტურა, არა, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურა, და რომელიც სტრუქტურაშიც შემდეგ არის ყველა დანარჩენი სტრუქტურა. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება და რაღაც მაგ იყო სტრუქტურებია, მაგალითად როიძახიან ესენი. ეგრეც ხო ერთი სტრუქტურაა, ნავია. სტრუქტურა და რუსიც აკრიტერიერი ეს ნორვეგიელები დგანან და ეს სტრუქტურა მეორე ფეხბურთის სტრუქტურა, სტადიონის სტრუქტურას, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ამერიკაში საფეხბურთო სტრუქტურაში და მე ეს სტრუქტურებშია ძირითადად, მთავარი სტრუქტურა მაინც ადამიანის ჩვენ ვთქვათ პოლიტიკას, პოლიტია სახელმწიფოს ვამბობთ ქართული რესპუბლიკას დარგუნია მაგრამ პოლიტია ქვია პოლიტია ბერძნულად პოლიტია ნიშნავს როგორ უნდა თანავიცხოვრო თანამოქალაქეობას მოქალაქეობრიობას ნიშნავს პოლიტია ვიმოქალაქეოთ პოლიტიკი აქედან მოდის პოლის არის ქალაქი და მართლმადიდებლობაში პოლიტიკას ეძახდნენ პოლიტია მოქალაქეობა საღვთო მოქალაქეებზე როგორც ცხოვრობ როგორც ეს არის ცხოვრების წესი, საღვთო ცხოვრება, მაგრამ მოქალაქე ნიშნავს, რომ აი რაღაც სამყარო არის გარკვეული სტრუქტურა, ამ შემთხვევაში სასუფეველიც და აი ამ მონასტერიც უკინიამს სასუფეველი ცათაში, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, აი სასუფეველი ცათა წარმოადგენს ახალი იერუსალიმი და არის იერუსალიმი არის ქალაქი, ნუ ათენი, იერუსალიმი არის ქალაქი. ახალი ათენა და ახალი იერუსალიმი გელათი და ეს იქ აი ამ დიდ სტრუქტურაში შენ თანაცხოვრო მოქალაქეობაზე თანაცხოვრ ადამიანებს. აქტიურ ეს დიალექტი ყველაზე ნათლად ვრინდება ევქარისტიაში, წირვაში, როგორც სასუფევლის საიდუმლოების მისტიკის საიდუმლოების აქტიურ ხაჩი, რაც განასხვავებს ეკლესიას ამ ქვეყნიური სტრუქტურებისაგან. გარდა ამისა, იგი განამტკიცებს ეკლესიის თავისუფლებას, რათა მან უარი თქვას ამ სამყაროსა და ისტორიასთან გაიგივებასა და მასში დამკვიდრებაზე. თუმცა ამავდროულად არც შეიძულოს და არც გაექცეს მათ. გახსოვთ მე ადრე ვაგზავნა მაგაც მაგ ერთი მაშინ როცა უკვე აგამბეს ვლაპარაკობდით იქ იყო რომ იქ ამ ზიადაძის ხა ის რომ არის საქართველოს აკადემიის პროფესორის ზიადაძის აკადემიის რექტორი იმან მაგალითად სიტყვა როგორ არის კა ბერძნული სიტყვა არის რომელიც ისე დამავიწყდა და ამომივარდა ხა თან ყველა ბევრი ენაზე ერთად ფიქრი მიჭირს ხოლმე რა უნდა იყოს სიტყვა მოგზაური ვართ რა და ის ამას დამკვიდრება იმ ერთი სიტყვის მოგეთ ბერძნული სიტყვის გადათარგმნა შეიძლება როგორც მკვიდრობად დავემკვიდრეს, იგი მე მკვიდრეც ვარ, მკვიდრობ რაღაც ადგილზე ჩავნემა მე და მკვიდრად დავემკვიდრეს და საძირკვლებრივად ამასოფელში როგორც სტრუქტურა. მე რატომაც ის სიტყვა რომელიც აიჭია ზიადაძე მე სწორედ მაგაში თქვი რომ ამ სიტყვის არჩევით ეს პირდაპირ დაუპირისპირდე ამას ამ გაგებას ბერძენის გაგებას და უბრალოდ აგამბენის გაგებასაც რა რომ პირდაპირ გაიგივე ამ ქვეყნიურ სტრუქტურასთან გაიგე ამ ქვეყანაში ჩამკვიდრებაზე გააკეთა აქცენტი ზიადაძემ და ეს უკვე მომდრო ეს უკვე დისერტაციას რო იცავდა 2000 წლების დასაწყისში ხო 90-იან წლებში მაშინ თარგმნა რა ეს და მაშინ თქვი რომ ბერძნოს ტყუილეგად მაშინ თქვი რომ აი ამბობდი რომ ბიჭო ეს კაცი თავის ფსიქოლოგიით გეუბნებოდ რომ ეს ეკლესიას ხდის აუცილებლად პოლიტიკას იგი ამკვიდრებს და აკლდად რეპრესიულ მანქანად ხდის მეთქი ამეკლი და ზიადაძე არის იმ აი თუ ჩვენ საპატრიარქოს ან ქართულ ეკლესიას ზოგჯერ ვაკრიტიკებთ იმის გამო რომ ზედმეტად კონსერვატორული და რადიკალური ხდება და აგრესიული ხდება და ზედმეტად ერევა სახელმწიფო უნდა ჩაერიოს მაგრამ არაწინას მაგრამ აი პირდაპირ ამაზე საქართველოს ჩემია მე მეკუთვნი ჩემ ტყუაზე უნდა იაროთ ეს ამ სიტყვაში კარგად გამოჩნდა მეთქი მაშინ ვამბობდი ამას ესე იგი მაგრამ უნდა იყოს დიალექტიკა ესე იგი ჯერ რომ აქ ვარ მოგზაურობ ცხოვრობ, აი სასტუმროში რომ ხვალ ხო იქ სასტუმრო წესზე მორჩილებია რა. ლედზეპელინი ხო არა ხარ მოტოციკლეტით იარო იქა და ამტრიო და რაღაც. ლედზეპელინი აკეთებდა მაგას. ხო და ნუ ცნობილია.
არ მეტყვი შედიხარ სასტუმროში და სასტუმროში წესეს იმ უფროს იმას ფულს იხდი რაღაცა წესერად იქცევი რაღაცა სიგარეტი აკრძალულია ზოგადად შუა ცეცხლს არ დაანთებ და რაღაც ხო არის იგი შახში შეგიძლია დაანთო მაგრამ ხო არ დაანთებ ხო ეს მაგრამ ამავე დროს შენი გარახა შეხვალ გახვალ ზეგ გახვალ ერთ კვირის მერე გახვალ შენ სახში მაგრამ აქ მოგზაო ხო ან ქალაქში რომელ ქვეყანაში ქვეყნის რომელ მონასტერშიც უყარ იმ ტიპიკოს ემორჩილები დაზდროებით ამასა და იმას შორის რა იდეალით შენი ესე იგი ამიტომ ეუბნებით ხომ აი იყავ ისე როგორც სახში თქვა რომ ეუბნები მასპინძელი ხო მამას დერი დაიყენებს მე იყავი როგორც სახში თუ ვიქენი მაშინ მე მასპინძელი ვარ მაშინ მე სტუმარი აღარა ვარ მაშინ შენ მე თუ მასპინძელი შენ მე თუ სტუმარი აღარა ვარ შენც აღარა ხარ მასპინძელი ამაზე აგებს მაგაზეც მიწერია საერთოდ კანონი რა არის მაგასაც რო ვაბარებ გარდა ამისა იგი განამტკიცეს ეკლესიის თავისუფლებას რათა მან უარი თქვა სამყაროსა და ისტორიასთან გაიგივებასა და მასში დამკვიდრებაზე თუმცა ამავდროულად არც შეიძულოს და არც გაექსეს მან პატივისცემა კალაიციდისი ამ პოზიციას ესქატოლოგიურ ანარქიზმს უწოდებს და მის იდეალად კინოვიურ საერთო ცხოვრებლო მონასტრობას მიიჩნევს რომელიც ეკლესიის ესქატოლოგიურ სინდისად და გუშაკად გვევლინება. ოკეი. ამ გუშაკზე მე გუშინ პერიულაპარაკე სიმღერა არის. ბობ დილანის სიმღერა გააკეთე იმ ჰენდრიქს. ეგარი ამ გუშაკზე რო გუშაკ და ეს გუშაკის არის ისაიადან წინასწარმეტყველი და მე დაუკავშირე მე ფუკუსს. ფუკუს პანოპტიკონს და ანუ აქაც აი დააკვირდით ამ სიტყვები ესე არ არის ეს გუშაკად გვევლინება უკვე როცა ლაპარაკობთ ნუ საგუშაგო კოშკი ხო ის არის რა ქვია იაღოველების რაღაც გამოცდილება კიდე ისაიაში წინასწარმეტყველიდან აიღო რომ დგას ის საგუშაგო და აფრთხილებს ქალაქს რომ ამტერი მოდის ხო და აი როცა ამ შეეგეთ გუშაგი ესა უკვე ხდება რომ მისი ანტაგონიზმი ამ სამყაროსთან და ამას აკრიტიკებს შემდეგ ეს იდეალიზაციის კრიტიკა და რეალობისგან მოწყვეტა. თუმცა გალიჰერი აღნიშნავს, რომ კალაიციდისის თეორია ბუნდოვანი და არაკონკრეტულია, რაც მკვეთრად ჩრდილავს მის პრაქტიკულ გამოყენებადობას. ვინაიდან ეკლესია თავისი არსით ადამიანი ინსტიტუცია მატერიალური რეალობითა და კონკრეტული ისტორიითაა. კრიტიკოსის აზრით კალაიციდის ეკლესიის განახლება უნდა ეჩვენება მისი კანონებისა და იერარქიული ლიტურგიის გადააზრებით და რობლივ რეფორმით, რომელიც დღეს ეპისკოპოსი იმპერატორივით განადიდებს და გარდა ამისა, მონასტერი რატომ მე იწერება სხვა წიგნები, მაგალითად რომ თვითონ კალაიციდისი ამას ითვალისწინებს და აი ზუსტად ბოლო აი წელს იყო კონფერენცია კალაიციდაშუება იცით დამავწახა ის ბერძნული ქალაქი მიჭის მეთქი ორენაზე ერთად ეს ქალაქია რა და იქ რაღაც ინსტიტუტის დირექტორი წელიწადში ამდენჯერმე მართავს საერთაშორისო კონფერენციებს და ერთ-ერთი კონფერენცია სწორედ ამას მიუძღვნა რომ რატომ მანდამაიც ეს მონასტრული წესი რატომ უნდა გავიხადოთ ჩვენ იდეალად და ამის შესახებ მაგალითად ამერიკელი პაპა ნიკოლაუ და ესენი წერენ დაწერილი აქვს უკვე წიგნები გამოდის აქა და არის მისი კრიტიკაც არის მისი მიღება და მონასტერი რატომ უნდა გახდეს იდეალი. აი აქ ჯერჯერობით კალაიციდისი ჯერ ამბობდა მონასტერი იდეალია, მაგრამ ახლა კონფერენციებში უკვე გადაიაზრებს ამას, გადაიაზრებს რომ და ხო ეპისკოპოსის იმპერატორის შესამოსელი აწვია და სასაცილო არის ის რომ ეს იმპერატორობა მას აჩუქა ოსმალეთის იმპერია აჩუქა სულტანმა აჩუქა და ამითი წარმოიდგინეთ რა ხდება რომ აი ეპისკოპოსი რომ მოგდით ახლა თქვენ რომ მიტრებით და მე და ძმაო მე როგორ შეიძლება უნდა შეგე გულუხი რომ ხელი გაარტყა კიდე ეს აი ეს რო გონიათ რომ მაგარი ისინი არიან სინამდვილეში ეს არა მანამდე იყო რა თქმა უნდა თავგასულობა ეპისკოპოსების გრიგორი გიორგის ამოჩვენა და რაღაც ეს საერთოდ მოდის ძველიდან მაგას გრიგორი ღვთისმეტყველი ლაპარაკობს და გრიგორი ღვთისმეტყველამდე კიდე მანამდე ლაპარაკობენ უკვე მეორე მესამე საუკუნეში ლაპარაკობენ ეპისკოპოსები იქცევითო როგორც ბატონები
და ასე შემდეგ და კერა საქმე მოციქულთაშია როგორ მაგალითად მოციქულები რომ მოჯდნენ და რაღაც იქ რომ დაიწყეს განამქვრივებს არაძლევენ და იმას არაძლევენ და დიაკონები ამიტომ შემოვიდა რომ ეს აღეკვეთა ეს თავიდან მეხჩდება ეს ძალაუფლების პრობლემა ამიტომ არის კანონი იმიტომ კანონი უნდა იყოს დღეს რომ ჯულის კანონს რო ეძახით კანონის თეორია და კანონის ფილოსოფია არა გვაქვს მართლმადიდებლობის და კანონი რაღაცას 5-10 საუკუნის განმავლობაში დაწერილი კანონები კრებული რომელიც სასწავლებლად გააკეთა ფოტიმ შეკრიბა რომ სტუდენტებისთვის ესწავლებინა და იქ რიტორიკული მნიშვნელობა ქონდა კანონის თეორია სხვანაირი იყო ბიზანტიაში და დღეს სხვანაირია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ამას რა კანონებით ესე სასამართლო სტრუქტურებით რაღაცებით გვაჩვენე წესია თუ მაგრამ ამ შემთხვევაში რა არის ეპისკოპოსი პახ ესე იძახეს შენ როგორ გამიბედე ძმა და ქურდულად გელაპარაკება ნუ საქართველოში ხა ეგრე გაიგება ძალაუფლება რომ ქურდული და ძველი ბიჭი ვარ ძმა ხელს გაგარტყავ ბიჭო შენ როგორ მელაპარაკებ აი ეს საქცია როგორ დააკვირდით ეპისკოპოსებს ზოგჯერ მაგრამ რაღაც 80-იანი 70-იანი წლების ძველი ბიჭური ის გაგახსენდებათ რა ქვია ურთიერთობები ეს არ არის მარტო საქართველოს ვაკრიტიკებთ საერთოდ პრობლემაა ეს მართლმადიდებლობის აქაც ამერიკაშიც მე აქ ამერიკაში ეპისკოპოსების თავგასულებას და ტირანიას წავაწყდი არ ვიცი რუსეთში ამბობენ რუსეთში საშინელება ხდებაო რუმინეთში არის კიდე რაღაცა კატასტროფა უკრაინაშიც ნუ კატასტროფა ხდება იმიტომ ეპისკოპოსი რეალურად არის იმპერატორის როდესაც ამბობს იუსტინიანე მე ვარ განსულიერებული კანონი აი ეპისკოპოსი დღეს და ოსმალეთის იმპერიამ ასე დაემორჩილა მართლმადიდებელი ერები რომ უთხრა პატრიარქს აგერ შენ იმპერატორის შესამოსილი ძამია აგერ შენ ბარდა ომოფორი ეს მარტო მართლმადიდებლები და მართლმადიდებლები განადიდებდნენ მე ოსმალეთის სულტანს როგორც იმას რა ქვია ღვთისგან გამოგზავნილ მართოს და პოლიხრონიონს უმღეროდა ნოტებიც მაქვს თუ ვინა გამოგიგზავნით უმღეროდნენ თუ ჩვენ ყველა ერთი სტატიაში მიწერია კიდე ყველა ზენი სულტანი ღმერთისგან მოვლენი რაღაცა რომ მართლმადიდებლები და გენოდის ხოლოროსმა ეს ეკლესია გამოიყენა მეჰმედ ფაშა რომელსაც დედა ბერძენი ყავდა გამოიყენა მე არის რომ მეჰმედ ფაშამ თავისთავად და თავისთავად ისინი იმპერატორები ჩამოაყალიბა თulidan ოსმანები თურქები დაერქვეს მე-20 საუკუნეში და ოსმალეთის იმპერია იყო ოსმალოს რო ეძახით და ეს ამბობს რომ ბიჭო ესო ჟირო ამბობ მოხონდა და ეხლა შენ ამ დღეს მელაპარაკე რა ხდება სასულფეოს რომ მიხატავდა თან სასულფეოს ანარეკლია ეს ეკლესია და ხატია და რა არის ხატი იმპერატორი მეფეები და სულტანის მოცემ ნაჩუქარი მიტრები და წაიკითხეთ ლიტურგიის ტექსტი წმინდა წყლის მონასტრული ტექსტები რომ მოაქვს იდეალი მონასტერია ჩაკეტილი და მონასტერი ფუკოდან დღეს ვიცით რომ მონასტერია წინა სახე ციხეების საგიჟეთების და ყოველგვარი ციხეში კულტურული კანონების და უბედურობების და გარყვნილობის და ფილმები ამაზე გადაღებული და უბედურობები ხდებოდა იმ მონასტრებში მამაცმავლობიდან დაწყებული და ლესბოსელობიდან და მილიონი და ბავშვების გარყვნიდან და აქედან მილიონი ამისი ის არის და ამას აიდეალებ ამ სტრუქტურებს რომელიც თუნდაც ხატი ყოფილა იმისი და ევქარისტია ხატიო და მე ქრისტეს ლოცვებს აგაკითხებ სადაც დღეში 5 ჯერ მოიხსენია ეპისკოპოსს ხელებზე რამდენჯერ კოცნით ხელებზე ეპისკოპოსს რამდენჯერ უნდა აკოცო წილის განმავლობაში ერთხელ ეპისკოპოსს ვერ არ ბიჭო დაბალი იყო შობელძაღლის იმ ხელში რაღაცა მეჭირა და რატო არ მაკოცეო ხელზე ღრიალი დაიწყო თვალები და ვაფშე აღარ მახსოვს პირველად ცხოვრებაში ჯარში მიღრიალა ერთხელ რა ქვია დაგეჩენ ძმაკაცები ჯარის ძმაკაცები დამეთახვებიან მაიორმა ვიღაცას ხელი გაავარტყა და დამინახა და იმანაც ნუ ხელი არ გაურტყა მაგრამ ესე დამარტყა მაიორმა და ხელი შეუბრუნდა და შამსუს იმაში რა ქვია გაუბოხში ვიჯექი სიხეში შეელო გავაში ერთხელ იყო მაგრამ რომ იყვირა ესე საშინლად და მეორე ამებისკოპოსმა ამერიკაში რავირი ეგინა და მე გამანება თავი მიხვდა არ შეიძლება და მაგრამ მაგრა ვძულდი აი საერთოდ მაგრა ვძულდი რა მითომაც ამოვედი მე ბოლო ბერძნები არჩი არ მეთქი და გიჟია მეთქი რა და ვაფშე ავიჭერი მაგრა და
მაგის გამო ეს კოგნიტური დისონანსი და უბედურობები დაავადდი კაცი მაგის გამო. ამგვარი თეოლოგიის ეს ხო და უკვე ნახეთ როგორ სიტყვას არსებობს რისკი რომ ეკლესია დავინახოთ არა ისტორიის ბოროტებისაგან განყენებულად ან საზოგადოებაზე უკვე სამთხის ზილის უბრალო პროექციად. ილუზია. არსებობს რისკი რომ ეკლესია დავინახოთ ან ისტორიის ბოროტებისაგან განყენებულად თითქოს მას არ ეხება. ან საზოგადოებაზე ლიტურგიული სამოთხის ილუზიის უბრალო პროექცია და ეს ლიტურგიული ეს კიდე ილუზია რომ თითქოს ლიტურგიაში მაგარი მუსიკა აქვს ბიჭო რა მე-19 საუკუნის ნაგლეჯები გვაქვს ჩაიკოვსკის და ვიღაცების დაწერილი რაღაცა მუსიკები გვაქვს კი კაი მუსიკა დასავლური მუსიკებია ხო ხაწერა თქვენ თუნდაც იცით რაც არის და თუ მაქსიმალური იდეალი ხაწერა არის პალეოლოგიური ხაწერა ქართული გალობასაც რო აღვადგენ არ არის ხე ეს ქართული მაგარია ძალიან მაგარია მომხრე ვარ მე მარხას ეკონიზეს ფეხებს დაუკუცნე თუ საჭიროა და მაგაზეც ძალიან წყდება რომ 30 წელია არაფერინაირად ხელი არ შეუწყოთ ამ ადამიანს სიღარიბეში ვაცხოვრეთ და რამდენიმე შეიძლება აღსაკდგენი გვაქვს მილიონი საიდან მოდის ეს სულ და აი ამ სიტუაციაში მე ვუნა და აუჩ ჩვენი სილამაზე საეკლესიო ბიჭო რა სილამაზეზე ლაპარაკ ჩამოფხაებული ეკლესიები შედი ჩვენს ეკლესიაში სანთლები ჩამოწვეთებული და თან ქართველები რომ მაგას იტყვიან საკურთხეველში შეხვალა და დახვენთილი ზეთების და ის ასისულელი და იმას რა ქვია იმაში რა ქვია ეხლა რო ეკლესია ააშენეს იმაში ბერძნებმა ნიუ-იორკში ამერიკელები ტაჯ-მაჰალზე ძახიან ტაჯ-მაჰალი კაზინოა ტაჯ-მაჰალზე ძახიან ზუსტად პროექტი კაზინოს უფრო მაგარი არქიტექტურული შენობები და სილამაზეები ადრე შეიძლება მართლა იყო ბიჭო გლეხი კაცი რომ მიდიოდა თავოდის მაშინ რო ცხოვრობდა ჭვარტლზე რო ცხოვრობდა შუა ცეცხლი ჰქონდა და იქ რო ეკლესიაში მივიდოდა განათლებული და ის სანთლის სუნებით და თაფლის სუნით და აბდღიალებული ეკლესია და ფერები ჭრელი ფერებში მოხატული ეკლესია ლამაზი და მერმთელი საუკეთესო მომღერლები და იქ დაშიხრებოდა იქ ჯაზი და უბედრო ის იყო თეატრიც ის იყო ყველაფერი ეს და სად იყო იქ რადიო და მუსიკა და მაგნიტოფონი სახში რაღაცა თუცა იღინებდა ბიჭო იქანა სიმონ სახში ჟილდა არის და იქ მივიდოდა და მაგარი გალობა დახვდებოდა თეოლოგიურად გამართული პეტრიჩის ფილოსოფიით და ტელიზა და ეხლა ეს შეიძლება იმას რაც ხდება ნებისმიერ იმას რა ქვია მუსიკალურ თუნდაც თანამედროვე კლასიკას და იმის რაღაცა კი ჩაიკოვსკი მაგარია და მის მუსიკები მაგრამ სხვა მუსიკები არ არის სოფლიოში მოცარტი ბახები და ეგეთი რაღაცები და იმის მერე კიდე მუსიკები აღარ არის სტრამინსკი ვაფშე რეფორმა გააკეთა თუნდაც რუსებს რომ მოგეს რა და ამიტომ ბერძნებს რატო წამოხვდა ამიტომ ამ სისულელებს რო უყურებდი მის აბერძნეთში და ოკეი ამგვარი თან ბიჭო ლიტურგიაო ისეთი აქ ამერიკელი ფილოსოფოს გუშინ წავიკითხე გაგრას რა მაგას მე იმიტომ გავხდიო რომ იქო სილამა ბიჭო რა სილამა წადი მაშინ ოპერაში აგერ ისაგა ოპერაგა იქ რო სილამაზია და იქ რო სილამა და იქ რო მუსიკაა და იქ რო ისინი ისეთი უნდა ბიჭო წადი ჯაზ კონცერტზე და იმის და მუსიკას ნახავ გინა ქართული გალობა აიღე გინა ის აიღე რაღაც სასწაულები ხდება მუსიკაში მე კი არ ვამბობ რომ ეკლესია წუდა მაგრამ ნუ გააკეთეს და თვითონ ბერძნები იძახდა ეს რომანიდისი რა იდოლოლატრიატის ლიტურგიეს ეძახდა კერთა ლიტურგიის კერთა ყორინთონოდე მომიხვალთო და ეს ეს ადრინდელი ციგნია მისი კალაეძიძის ახლა ხო გითხარით ნენელა მიდის ეს თეოლოგიაც ოკეი ამ ხელაციანდებებია რა უბედურობა არის ხო კაი წავალ მაშინ დავიდან არსებობს რისკი რომ ეკლესია დავენახოთ არა ისტორიის ბოროტებისაგან განყენებულად ან საზოგადოებაზე ლიტურგიული სამთხის ილუზიის უბრალო პროექციად ამგვარი თეოლოგიისათვის ისტორია და კულტურა აღარ არის ეკლესიის როგორც ქრისტეს ცოცხალის სხეულის არსებითი სამოსელი ნაცვლად ამისა მათ განიხილება როგორც მოსაშორებელ ნაშთს რაც ექსტაზურად მიემართება მომავალი ცხოვრებისაგან ან იძირება რჩეულთა იდეალურ იერუსალიმში ფენომენი რომელიც ხშირად ხდება სოციალიზმის სხვადასხვა ფორმებში პუტინიზმში ბატონო ჩემო დღეს
და აი ეს იმიტომ რომ თან მეუბნები რომ ხო და მე ჩვენ თვითონაც ვიცით ხო ისი ხაზმი რა არის ჩვენ მეგობრებო ლიტურგიის აბსოლუტური უარყოფა გამოდის ხო უნდა წახვიდე დაждე კელიაში და იესოს რო წაელოც იმიტომ რომ ეს რეალურად ეს ლიტურგია და ლიტურგია გადაიქცა იმით რომ მიხვიდე და просто ეზიარო მარიამ მეგვიტელს როგორ აზიარის მივიდნენ გავიდნენ და მუდაბნოში აზიარის ხო ის ლიტურგიაზე არ წყოფილ ბასილე დიდის არ უნდა ეგ სხვადასხვა ბასილე დიდის სწორედ ის გააკეთა რომ ეს გაბნეული მიკრო ნახა ეგვიპტეში რომ მოგზაურდა რომ ნახა რომ ცალკე მონასტრებში რომ ცხოვრობდნენ კინოვიური ეს ეგ საერთო საცხოვრებელის ტიპიკური პირველი ბასილე დიდმა გააკეთა და ბენედიქტემ მერე გადათარგმნა ლათინურად და აი ბასილე დიდისა და ბენედიქტეს ზე დაფუძნდა ჩვენ აღმოსავლეთ დასავლეთ მონასტერს მე ბერნარად გამიტარდა ჩვენთან მარტო სტუდიური მონასტრის ტიპი გვაქვს კონსტანტინოპოლური მე ათონისტაზე გავიდა. ცუდი არ არის, ნამდვილად ვიძახეს. გენიალურია ყველაფერი, მაგრამ ამას ყველაფერს ჭირდება ღრმა ფილოსოფიური შესწავლა და ფორმებში არა გაყინვა. ნაცვლად ამისა მათ განიხილავენ როგორც მოსაშობელ ნაშთს, რას, რომ კულტურას, ჯაზ, მუსიკას და რაღაც გვთავაზობენ ოტომანური იმპერიის დროინდელ რაღაცა ფორმებს და იმასაც არა ხო ქართული გალობა აღოდგინოთ მაინცაც მე რო ვიყავი იქ სუმაგასტილ ბიჭო მეთქი გავაკეთოთ მოვიყვანოთ რაღაცა მე სკოლებში ვიაროთ იქ იქნება გავაკეთოთ ისე რომ ეკლესიის შემოსავალი მეთქი მივცეთ აი ამ ტალანტს ერთი მოვიყვანოთ ვინმე მეთქი ლოდბარი გადაუხადოთ ბევრი ფული რომ აი ხელფასი კონდეს რა ადამიანმა ამით იცხოვროს მე ეკლესიაში ჩამოგამოვყალიბოთ სკოლა თუ ვინა სკოლებში გავაკეთოთ სადაც ბავშვებს დაუძახეთ უფასოდ ვასწავლეთ ან ცოტა ფულით ვასწავლეთ მე ბავშვებს საბერძნეთში სხვადასხვა მე ვნახე საბერძნეთში იყო ეს ბავშვები კვირაში ორ თვეში ერთხელ მოყავდათ ეკლესიაში წირვაზე რა და აი დაახლოებით ესე რომ აი ბავშვებს მიცეთ საშუალება ვისაც უნდათ რომ მოვიდნენ აი ვინც ისწავლიან ქართულ გალობას რომ ეკლესიაში და ეკლესია გახდეს ის ცოცხალი იმიტომ აღარ არის ხო მაგრამ სცენაზე ავიტანეთ რუსთავმა რაღაც შეცვალა იქ რაღაცა 100 პირველი ხმა 100 მეორე ხმა 1000 ბანი არა არა ნამდვილ როგორც ხა ვერ ქვანძეს უნდა მაშინ გავერკვი მე მაგაში სამწუხაროდ ინტუიცია მაქვს არც არის საჭირო მეცხოვრა საქართველოში დარჩენილიყავი გამხდარიყავი ტაძრის წინამძღვარი და გამეკეთებინა ეს ყველაფერი აი დეგენერატი რო ვარ და დაუპირისპირდი პატრე რა ვინმე კითხებოდა თან რაღაც რაშიც დაუპირისპირდი მე ყვანი ვიყავ რაშიც მართალი ვიყავი რაშიც დასაპირისპირებელი არც იყო ბიჭო წესია ჩამომეყალებინებინა რა მინდოდა ვინ მიშლიდა და ამებეჭ და ეს ციგნი თუ მინდოდა მესწავლა ავირია ჩემი ცხოვრება და ჩემ ხა ამერიკაში კი ვარ ახლა დასახში ცხოვრობ და კარგად ვარ და კი მაგრა ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ და ყველაფერი მაგრამ ნუ ეს ამდენი შრომის და წვალებაც და მაგრამ შეიძლება და გაკეთებულიყო რაღაც უკუდოვან პარტავანი შტერი მაგრამ უბრალოდ ეს იმიტომ მოხდა რომ მასწავლებლები არ ყო და პირველი თაობა ვიყავით რეალურად ვისთანაც ახსარებას ვავარებდი და რაღაცა ის დაღიოდა და საყოрлები მე მრევლი მეგონა იყო და თუ ხამარხანაყოლია და მე კიდევ ვისაც მონასტერში ვიცხოვრე ის საერთოდ სქიზმაში გავიდა რადიკალები გახდნენ რა უნდა მეკნა ახალგაზრდების პატრონები არ ყავდა მამა მომიკვდა და კაცმა არ იცოდა წავედი მე საბერძნეთში ვისწავლე მეთქი ვისწავლე მართალია მე იქაც ნახე რა ხდებოდა ამასოდეს ცხოვრება გავიდა ნაცვლად ამისა მათ განიხილავდნენ როგორც მოსაშობელ ნაშთა ექსტაზ ხო და აი დააკვირდით ის ექსტაზური მაგალითად იესოს ლოცვა უკვე ლიტურგიაც კი აღარ არის საჭირო და რაღაცა ჭვრეტები საღვთო მადლები რაღაც თვითონ ლიტურგიაზე ლაპარაკობენ მე მონასტერს გიკეთებენ იმას რა ქვია ნუ კინოვიურიო ეს მაინც გიკეთებენ პარადიგმა და მე ხდებოდა მონასტერში თვითონ გაურბიან ლიტურგიას პატრიარქი რო ჩავიდა ათონისტაზე რო ვიყავი და ჩვენ ესე ნუ პატრიარქი ახლა წელავდა ლიტურგიას მაგრამ დიდი ათონისტაზე როგორ არის ის საფრთხელი ღამე მიდის ღამის ტელევიზორ და ლიტურგია ტარდება სხვა საპატრიარქი ერთ 40 წუთში ლიტურგიაზე კი არა აქცენტი გაკეთებულია ღამის ტელევიზორს ევქარისტია გადაქცეულია აი ამათ რა ქრისტე მოვა სისხლის ყოველი მაგიურ რაღაც იმ ათონისტაზეც ვარგონია მაგრამ ბევრი იციან და ათონისტაზე იყო სწავლება რომ ღვთისმშობლის სხეულს ვეზიარებით ამაზე გადაირიენ მე დოგმატიკოსები 90 წლის ჯორედთან წლების დასაწყისში თესალონიკის დოგმატიკოსებმა და თეოლოგებმა შეუსწორეს ათონელებს და
და ბოლოს მიხვდნენ რომ ამის თქვა არ შეიძლება დღემდე აქ ამერიკაში მეუბნებიან მე ვიღაცა შტერები ამ ეფრემ კატენკოლის მიმდევრები რომ ისო რა ქვია ღვთისმშობლის სიცხე ხორცის ზიარებით და რომ მივედი ზიარა აგემრე რა იყო კანიბალი ხარ მეთქი იმიტომ ნამდვილი სისხლია ეს ჩვენ გვეჩვენება სისხლი აი პურა დაგვინოთო ეს აქციდენტი რაღაცა ედიშერ წორად ლაპარაკობს ბო ტერმინოლოგიას იყენებს ისეც რომელსაც გაწმენდა ჭირდა ხა ედიშერ ნამდვილად არ ეშლება აი გუშინ წავიკითხე მაგალითად დოგმაზე რომ იცოდა თუ არა ქრისტემ ხო წიგნია გამოსული მაგარი ფილოსოფოსი ლაპარაკობს იცოდა თუ არ იცოდა ქრისტემ თან ვინ არის ცი ანალიტიკოსი პროფესიონალი ამერიკელი ანალიტიკოსი ფილოსოფოსი განიხილავს აი ამ ქალკედონის დოგმას მაქსიმეს და ანალიტიკური ფილოსოფიის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად თვლიან ამას და იქ ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს ისაც ედიშერი გაცილებით მართალია იმაზე ჩვენ ედიშერი ძალიან მაგარი ვინმეა რა ისე რომ ვიცოდეთ რაღაც მე მილორამში არ შეიძლება არ დავეთანხმო მაგრამ ედიშერი მაგარია ძალიან ნიჭიერია უსაზღრო როგორც მახალზია ერქვანიძე უსაზღროდ ნიჭიერი და გენიალურია როგორც კვარაცხელია კოსოფლიოში ერთ საუკეთესო ფეხბურთელი რაღაც ეგეთები ინდივიდი მარბიჭო ეგ არ არის საკმარისი ამ სტრუქტურები გვაქვს ჩამოსაყალიბებელი კანონები გვაქვს მისაღები ამ ინტუიციების გასიტყვებას დასაბამში იყოს სიტყვა და სიტყვა ნიშნავს ერთ-ერთი მნიშვნელობა სიტყვის არის სტრუქტურა დასაწყისი პრინციპი აზროვნება, ენით გამოთქმა, ფილოსოფია, ტერმინოლოგია, კონცეფტები დელოზი როწერს. ფილოსოფია არაფერი არ არის თუ არა სხვა კონცეფტების შექმნისა, ესე იგი ენის წარმოებისა, რომელსაც ჩვენი ფილოლოგები უშლიან. რო რაღაც შანიძის უნდა დარჩეთ, ტოტალიტარისტები არიან. მაგიც კი ვერ გაგვირკვევია. და აი ამ ტოტალიტარიზმის ერთ-ერთი წარმომადგენელი არის მოხადაგე არის და გამომყენებელი არის ლევან ბერწონიშვილის თავისუფლებაზე გველაპარაკება. გრამატიკოსი. ციხში მაინც არ იყოს გრამატიკოსები და ისინიო გააკრეს ქრისტე ჯვარზე. ონტოლოგიური აბსტრაქციის მსგავს კრიტიკას ავითარებს მარიվ ევ მორნიც ჟაკ ლუკ ნანსის ხედვის განხილვის ფრანგი ფილოსოფოსია. ციხში ჟან ლუკ ნანსის სამართლიანობა, კანონიერება და სამყარო 2012 წელი. მორინი ამტკიცებს, რომ გლობალიზაციის ონტოლოგიურ რეგისტრში გადატანით, რომ გლობალიზაციის ონტოლოგიურ რეგისტრში გადატანით, ნანსი იმდენად განაყენებს საკითხს ემპირიული ყოველდღიური პრობლემებისაგან, ესე იგი ისიც რაღაც ზოგადად ლაპარაკობს, რომ მისი ხედვა აზოგადებს პრობლემას და ვერ პასუხობს კონკრეტულ სპეციფიკურ უსამართლობებს. აი ყველა ტრადიციული დემით რო გელაპარაკებიან და მე რომ წნეხენ და კლავენ და ჟურნალისტებს კლავთ მე ეკლესიის სახელით დაუდევთ და ეკლესია მაგას არ გეუბნებათ მაგრამ რომ ვერ პასუხობს კონკრეტულ სპეციფიკურ უსამართლობებს. კატრინ მალაბუც თავის ნაშრომში ხვალამდე ეპიგენეზისი და რაციონალობა მაგარი წიგნია. სვამს ფუნდამენტურ კითხვას. რატომ დაკარგა დროის საკითხმა ფილოსოფიის წამყვანი პრობლემის სტატუსი? მანუსაკისი არის ერთი აქ პანდელის მანუსაკისია თუ არ ვწდები. ამერიკაში არის ბერძენი ფილოსოფოს მოდელია. მაგრამ ფილოსოფიური წიგნებს წერს. იმას საერთოდ ანარქიაზე წიგნია, სტატია აქვს. ეხლა ეკლესიის ანარქია სიტყვა ვახსენე, საერთოდ რო ვიცოდო დღეს წამყვან პოლიტიკურ თეორიად, ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ თეორიად ითვლება ანარქიზმი. ოღონდ ის ანარქიზმი კი არა რუსებს რო ქონდათ. აი ანარქიზმის ხელახალი გააზრება. სხვათა შორის ამაში გირჩს მოусმინეთ. მაგრამ არ იციან გირჩელებმა კარგად ეს უბრალოდ მოეწონათ რაღაც სტატია და მე დაუწერე ორი სტატია მათ და გაუგზავნე რომ აი ამით თუ გინდათ მოდით ვისაუბროთ ვიხელმძღვანელოთ მეთქი მაგრამ ეხლა დამიკიდეთ. ხო და არ უკრად გაუგზავნე რომ მე ზუსტად აი საუკეთ აი კატრინ მალაბუ მაგაზე ბოლო მისი წიგნი მაგაზეა საუკაუ სასაული რამეა რა და მაგაზე გავაკეთე ორი სტატია და მოვიყვანე ეს ისტორია როგორ არის რაღაცა როგორ განიხილება საკაიფო რაღაც პრინციპში ეთქვილაში დავწერე 40 გვერდი მაგრამ იქ ბევრი რაღაცები რთულია მაგრამ მიშელ ის იყო ესე თქვა მონახაზი რომ მე იმაზე შემელომ საათობით ვისაუბრო რა
და გააგიზნა ეს სუსუსუ ახალი მიმდინარეობა არის პოლიტიკურ თეორიაში და ფილოსოფიაში და აი ამას აყუნენ ეს მართლმადიდებლები, ნუ ხა ბერძნებმაც იციან ის ინგლისური და ის ვაფშე ამერიკაში და იმან დაწერა ერთი სტატია აქ ანარქიზმზე, მართლმადიდებლურ ანარქიზმზე, ხო კარგი გაგება. ანარქიზმი ესე იგი, რომელიც ფორმებს ყოველთვის აი ესქატოლოგიური იმითი უყურებს, ესე იგი აპოფატური განზომილებით უყურებს და მაინც კრიტიკა მაქვს იქ, მაგრამ ბჭო, იმას დაწერილებდა, სწორედ იმან დაწერა აღარ ვიცი 2010-იანებში დაწერა წიგნი, სადაც დროზე, აი პირდაპირ სათაურშია, აღარ მახსოვს პირდაპირ სათაურშია ზუსტად აი დრო, რომ ისტორიიდან ამოვარდნა არ შეიძლება, რომ დრო მოცემულია, ეს დრო, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის დრო იმისა, როდესაც ჩვენ ხალივე 33 წლამდე ვიზდებით. ეს ონტოლოგიური მნიშვნელობა, აქედან გაქცევა კი არ არის. არამედ ეს არის ჩვენი ტრანსპორტი მაქსიმა აღსარებელი და ეს პირდაპირ წერია. მაქსიმა აღსარებელი არ უყურებს დროს როგორც დაცემას. და ლუდოვიკოსთანაც ეგ არის. ჩვენი ეს დრო არის სწორედ ჩვენი ფორმირების და თვითონ მე ხე მანუსაკის საკითხული არ მქონდა, მაგრამ თვითონ ბოროტებაც როგორ მუშაობს სიკეთისთვის სამსახურში და თვითონ ბოროტებაც როგორ გარდაიქმნება შემდეგ ესქატოლოგიურ და მომავალში სიკეთით. მაქსიმესთან გაგიჟდებით ისე აქ. აი თვითონ ბოროტება, აი ბოროტი რასაც აკეთებს, ისიც კი სიკეთეა. ეს მე გოეთესა აქ ნატყვა. სუყო ეს მაგ ვინ არისო და ყოველთვის მინდა ცუდი და ყოველთვის კარგი გამომდის. და ამას კაზანძაკისი კიდე. როდესაც გრეკოსთან ანაფორა გრეკოსთან რომ აქ თუ ახსარება გრეკოსთან ანაფორა სტო გრეკო ესე ბერძნული და ქართულად ახსარება გრეკოსთან არის თარგმნილი და იქ არის სწორედ მაშინ დავფიქრდი პირველად რა რომ თამარ მესხმა თარგმნა 99-ში თუ რაღაცაში თუ ადრე კიდე თარგმნა და მაშინ წავიკითხე და ქართულად და იქ სწორედ არის ეპიზოდი როდესაც ათონელ ბერი ვერ მოითმეს და ნუ ქალი იქ ცუდად აქ ნუ ისეა გამოხატული ქალი შემოვა რა რაღაც ახსარების და ბავშვი უჭირავს ხელში და ძუძუს ნუ მეძუძური დედა რა და ძუძუს აწევს არა მაგრამ ნუ ბავშვი უჭირავს და ეს ზეითუნის ზეთით აქ ეს მე მაშინ რომ არის კროსნი აწეში ვერ გიტანტლენ იმებს თუ რა ქვია რომ ეუნება კონგრესმენი მაიკ კარნოლს მეორე ნაწილში ვერ გიტანტო ესო ზეითუნის ზეთი და გადაპუხილი თავეთმები რო გაქვთ იმიტომ რომ ხო დიდი თმები აქვს დამადე ნუ აღმოსავლეთში რაც უფრო აღმოსავლეთში ხარ ზანგებთ არა ვით უფრო ისეთ და თმებს ვეღარ ილაგებ მე და ესე იმაშვები ნუ ამდენად გენეტიკურად არეული ხარ და ეს სამხრეთელები სიცილიელები და ესე რომ ნუ იტალიელები და ესე რომ გადაპუხილი და ეს ზეთი იყო ქალები ამით თმებს ილაგებდნენ და რაღაცებთან ნუ შედარებით ზეთუნის ზეთი ჩამთელიც არის თალი ტილებს და რაღაცებში ეხმარება რაღაცა და ბოლო დაიჭერს გოგოს და გმც თელეგრამი არ გაუშვებს და დილას ტირის ეს კაცი ეს ბერი და ამით მე ვიგზენი ექსტაზი და თან ეს ღვთისმშობელს გავს ეს ქალი რა აქ მე მთელი მისტიკა რა ღვთისმშობელი დედა ბავშვი და მე ფროიდისეული რაღაცა ნუ აი ეგ თამაშობს და ისა რა ქვია და მეორე ამა ინტერესებს ვიცი კაზანძაკის ამბობს ბოროტებაო დგასო სამსახურშიო სიკეთისო არა ისე კი არა რომ შეინანე ბოროტებს არა ბოროტება არის სიკეთის სამსახურში თვითონ ბოროტება შეიძლება სიკეთე გაიყოსო და ეს კითხვები მქონდა და ის რაც ერო მაქსიმესთან ემინა და მე ხა იმას მანუსაკისთან ნახე რომ მანუსაკისი ამბობს კიო და მაგაზე აკრიტიკებენ მე შემიძლია ამას დავამატო ეგ ნაწილი აკრიტიკებენ მაგაზე მანუსაკის რომ ეგრე რა გამოდგა ჰოლოკოსტი რაღაცა კაიაო ბოროტების საკითხი და ბოროტების საკითხი საქართველოშიც არის დაწელი აპოკატასტზე რამდენიმე სტატია დაწერილი არის ქართულად და მან ამერწრას მის სახელის ხსენება და არ ვახსენებ და დაწერილია საკმაოდ ნორმალურია ნუ შეიძლება იმასთან მაგრამ კარგი რაღაცა ღირს საკითხოთ ნამდვილად მაგრამ იქ არ არის ფილოსოფიის კაცი, просто წყაროებს იღებს და რაღაცას ამბობს.
ხო, დავიკითხე, რატომ დაკარგა დროისამ და ფილოსოფიის წამყვები. ხო და აი მანუსაკის მოახდინე დროს გაგებ. დროის აღქმა და ისტორიული სტაგნაცია. ამას რაფად წავიკითხავ, არ გავჩერდი. ისტორიისა და რეალობისაგან ეს მოწყვეტა პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ როგორ აღიქმება დრო კონკრეტულ კულტურაში. ციკში დრო ამოიწურა დროის ბერძნული გაგება, ბერძენი ფილოსოფოსი სტელიოს რამპოსი ლიტურგიული და სხვა სიმბოლოების ჩაკეტილობას უკავშირებს დროისადმი არასწორ დამოკიდებულებას, რაც ითარგმნება როგორც ისტორიის გაჩერება ან ისტორიიდან ვარდნა, როგორც ამას ქართველი ფილოსოფოსი მემართ მამარდაშვილი იტყოდა. რამპოს მიაჩნია, რომ სიმბოლოს ბუნება, მისი ღიაობა ან ჩაკეტილობა შესაბამისად აყალიბებს ქრისტეს სხეულს და მისი წევრების ცნობიერებას, აზროვნებასა და გზავნილს გარესამყაროსადმი, რითაც განსაზღვრავს მათ სოციალურ და ამქვეყნიურ აქტივობას. რამფოსმა ესენი ყველაფერი დაწერა 2000 წლების დასაწყისში და აი პუტინიზმის ახლა ის პუტინიმას ფეხებზე ეკიდა, არც იყო მაშინ პუტინი, მაგრამ აი წინასწარმეტყველის რაც ახლა ხდება. უძრაობის გრძელვადიან მამარდაშვილმა კიდევ უფრო ადრე. უძრაობის გრძელვადიან პერსპექტივაში აღარ დახსიტყვას ამბობს უძრაობა, ზასტოი რუსული რა. უძრაობის გრძელვადიან პერსპექტივაში აღარ რჩება ადგილი მომავლისათვის, წინასწარმეტყველებისათვის, პროგრამირებისათვის, დაგეგმისა თუ მეთოდისათვის, რადგან დროის დინება აზრს კარგავს. ამას გარდაუვალად მოსდევს პირველი უმოქმედობა და გადადება, პროსკრასტინაცია, აპათია და გულგრილობა, უსაფრთხოების ძიება, ბიჭო რა არის ეს რა, ანაერად იცის რამე, მაგრამ უსაფრთხოების ძიება შემოფაგრულ საკითხს ჩაკეტილ სივრცეში, მონასტერი, ლიტურგია, საპატრიარქო და ნუ რაც გინდა დაარქვით. და რაღაც სამყაროსადმი მტრული განწყობილება დასავლეთში როგორ გადაგვედო მთლიანად ათი დასავლეთ აი ამას მოსდევს მე ამას მე რამდენ როდის ვწერდი ამას მოსდა აი ხერო ჩვენი პარლამენტარები გამოდიან და აი ჩემნაირი ხალხი რო გააგდეთ საქართველოში საქართველოდან ხელფასი მყოფნი და 10 დღე 20 დღე შვილები პირდაპირ გაგებით შივრები მყავდნენ ჩაკეტილობისაკენ ეს ტენდენცია ბოჭავს ინდივიდებს გარედან თავს მოხულ მზა რეპრეზენტაციებში და ემოციურობას მთლიანად აწყოში ამწყუდებს. ეს ხელს უშლის მოქალაქეების მობილიზაციას და საზოგადოებას უსწრებს შესაძლებლობას გადავიდეს ისტორიულ დროში, რომელიც მომავლისაკენ არის მიმართული. ეს სტელიო რამფოსი, ბერძენი ფილოსოფოსი, სხვადასხვა პირველი მისი წიგნები, არა არისტოტელეზე აქვს, მერე პლოტინეზე აქვს, წინა მამებზე აქვს და რაღაც. გაჩერებული დროისა და აწმყო წარსულის მზა მექანიზმების წყალობით ყალიბდება ერთგვარი სტრუქტურული ანაქრონიზმი, რომელიც ჩვევას ცხოვრების საწყისად აქცევს და დროს ყინავს. ჩვევა. ჩვენ 1000 წესები, ტრადიციები და მე რატომ რა სადღეგრძელოების თქმა. ბიჭო, ჩვევა გაქვს რაღაც ავტომატურად აკეთებ, გაიაზრე რა საკეთებ. ეს დროს ყინავს. ეს იწვევს კორპორატიულ და ბიუროკრატიულ სტაგნაციას. და იმიტომ არ მოგწოთ მე საპატრიარქო თქვენ. თორემ პრობლემა არ აქვს. მომავლის არარსებობის პირობებში ადამიანები ოცნებობენ და ძილბურანში ატარებენ აწყოს, რაც მათ კიდევ უფრო ღრმად ითრევს ჭაობს. ძილბურანი, სუფრა, დალევა, ეს ჩვენ და ქართულში და ეხა ბერძნებს სხვა ადამიანი. ერთადერთი ხსნა მდგომარეობის გადაწყვეტილებაში არ დავრჩეთ მარადიულად აწყოში, რათა საბოლოოდ შევძლოთ სხვანაირად ოცნება და მომავლის წარმოდგენა. დროსთან ცუდი ურთიერთობა აკნინებს იმედს ისტორიულ სფეროში და ხელს უწყობს რელიგიურ და მითოლოგიურ აზროვნებას. მითოლოგია და აქცია ჩვენ მართლმადიდებლობა სამწუხაროდ, არა სამწუხაროდ არ არის ეგრე. ძალიან დიდი პოტენცია იწინა მაქსიმე და მაქსიმე აღწერებელი იყო ერთ-ერთი გრანდიოზული ფილოსოფოსი. დედამიწასაც კი მოვლენი. შედეგად ვიღებთ ნელპობას, თანდათანობით სიკვდილსა და გაქრობას, თუმცა საზოგადოებებს ხშირად მცდარად სჯერათ, რომ თავიანთ ფანტაზიებით წინააღმდეგობას უწევენ ამ დაცემას. ერთ-ერთი ასეთი ფანტაზია მითური გმირებისა და ესქატოლოგიური მოვლენების მოლოდინი. ტრადიციული სულიერი კულტურა მოსახლეობის უმრავლესობას არწმუნებს ზემოდან სასწაულებრივი ჩარეების რწმენაში, რათა გადაჭრას ინდივიდუალური, სოციალური თუ ეროვნული პრობლემები. ლოცვა გავაძლიეროთ და და ეგეთი რაღაც. თუმცა ლოცვის გაძლიერება ცუდი არ არის. მაგრამ ჩვენ როგორ გვესმის ამაში ასაკ.
იდეალის მახედა პასუხისმგებლობისაგან განდგომა. მერაბ მარტაშვილის ანალიზის მიხედვით ანრი ეპელბაუენის საუბრებში აზროვნება აგრძალის ქვეშ გაგუდული აზრი ჩახშული ფიქრი ესეა ქართულად. ეს ფენომენი ღრმად არის ფესვგადმული მართლმადიდებლური კულტურის კიდევ ერთ მახეში, მის ობსესიაში, აკვიატებაში იდეალის მიმართ. ამ მენტალიტეტის ფარგლებში არც ერთი კონკრეტული ობიექტი ან ფორმა არ შეიძლება იყოს იდეალური, ხოლო თუ ის იდეალური არ არის, ესე იგი რაღაცას აკეთებ, ხო ის არ არის სასწაული. არაფერი არ არის, სასწაული საცშია. იქ არ, მაშინ არ ვარგე, მაშინ ამის დაღაზრია გამის კეთებს. წავედით, ვილოდეთ, დავლიეთ, გავიკეთ მე ახსარებას ვიყიდეთ სასუპერში ვარ. მაშინ ის არაფრად მიიჩნევა. ისინი ითხოვენ ან ყველაფერს, ან არაფერს. და კი ყველაფრის მიღება შეუძლებელია, რჩებიან არაფრით. აზროვნების ტიპი, ესე სამი ხაზი აქვს. იდეალით ტყვექნილი მართლმადიდებელ საბჭოთაობაში. მოითხოვს დამოკიდებულება იდეალისად, მოითხოვს სრულყოფილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში რეალობას აუფასურებს. ეძლევა თვითმყოფილებას. ესე იგი, თუ იდეალი არ არის, თუ ჩემი მასკვიჩი არ არის ცეცხლოვანი ეტლი ელიასი. მასკვიჩი არ დახვეწო. ილი როგორ დადის ეს მაინც არ ვარ გადა ვილოცებ და მე ღმერთი გამომიგზავნის ეტლს და ახლა მიტაცებს საში. მოვასასწაული პუტინი ბრძენია. იმან იცის ღმერთთან კავშირი აქვს. და მისი ლოცვით და მისი სიბრძნით ჩვენ გავწყდებით. პასუხისმგებლობა სულად გადალოცვილია მისტიკურ მიზანზე. ხდება პასუხისმგებლობისაგან განდგომა. ევროპული სიღრმე კათოლიციზმის პროტესტანტიზმის მამალასაკეთე. სჯერა რომ უსასრულო სული შეიძლება გამოვლინდეს არასრულყოფილ საგნებში. კარგ მერსედესი, კარგ ქუჩში, ეს არ ვარგეს ხუთი, სილამაზეში, დახვეწილობაში, კაი ჯაზ მუსიკაში. ვერაში რა ვიცი, მილიონი ამაში, გემრიელ საჭმელში, პატრიოსაც ხო უყურე ახლა დროის ხინკლები. ეფუძნება პირდაპირ პერსონალურ კავშირს ადამიანსა და ღმერთს შორის. ამას ინსტიტუციებს არ უარყოფს. არა ვითარ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებაზე აქ ლაპარაკი. იდეალი ტყვექნილი ადამიანი განიცდის სულიერ უპირატესობას და იძირება თვითკმაყოფილებაში, რომელიც ყოველთვის მიმართულია რაიმე მისტიკური მიზნისაკენ. არ არის ჩვენ მდგომარეობა ქართული, ჩვენ ქართველები დასავლეთი ქართველები, ჩვენ იდეალები გვაქვს, ჩვენ კარგები ვართ, ჩვენ. ეს არის სოციალური და პოლიტიკური მისტიციზმით დომინირებული ცხოვრება, სადაც ყოველი კონკრეტული რეალობა მოკლებულია აზრს იდეალის წინაშე. მამარდაშვილი ამას დემონურ იდეას უწოდებს და აღნიშნავს, რომ თავად სახარება მიუთითებს განსხვავებაზე ქრისტესა და ანტიქრისტეს შორის. ანტიქრისტე არის წმინდა აბსტრაქტული იდეალი, ხოლო ქრისტე არის კონკრეტული. ევროპული გულის სიღრმეში, რაც გამოიხატება კათოლიციზმსა და პროტესტანტიზმში, ოკეი, კაი, ეგრე იყოს. რჩება მყარი მამარდა ლაპარაკობს იმ მართლმადიდებლობაზე, რაც მან რუსეთში ნახა და რაც მან წიგნებში წაიკითხა, თუნდაც იმ ბერდიაევთან და იმ შესტოვთან და იმ ყველაფერს მაგას კითხა და ხდებოდა, რომ იმათ ვერ იაზროვნესო, ვერ გამოიტანეს ასე ერთადერთი ფილოსოფოსი ჩადაევი ყავდათო და სადღაცას ახლოს ჩაიარა, ჩამოიარა სოლოვიოვმა დოსტოევსკის ნაწერები მაგარიაო, მაგრამ თვითონ დოსტოევსკი როგორც მოაზროვნე დებილი იყო. ამავე იმაში უწერია. ევროპული გულის სიღრმეში რჩება მყარი რწმენა იმისა, რომ სული უსასრულო შეიძლება რეალიზდეს არასრულყოფილ საგნებშიც კი, რომლების მიუხედავად ამისა სრულყოფილების ანალიზს წარმოადგენდა. აპრილ მართლმადიდებლები ფეხბურთსაც კი ვერ თამაშობდა. აი საბრძნელი ყება ფულში ბიჭო, ამდენი გუნდები ყავს და თბილისს საქართველოს მოუკვდა. რუმინეთი რაღაც საბჭოთა ერთის დროს ჰქონდა რაღაცა და ვერთა ბულგარელები, ვერთ სერბები ნახე რა დღეში არიან. სადაც დაიჭირეს ხორვატებმა გადაუარეს. დღეს ჩემპიონატიც ვერ გავიდნენ. რა გვჭირს? ყველაფერში ვლინდება ეს, მეგობრებო. ეს სიღრმე მოითხოვს პირდაპირ ურთიერთობას ადამიანის ღრმა სიტყვასა და ღმერთს შორის. მართლმადიდებულ ეკლესიაში კი ეს ურთიერთობები სრულიად სხვანაირად არის კონცეპტუალიზირებული. მე არ მომბრძოლ თვითონ მართლმადიდებლობა დამნაშავე. კონცეპტუალიზაცია სიტყვა არ ხდება, განსიტყვება არ ხდება ინტუიციების.
იგივე ილემეროს რომ ხინკლის ჭამა უყარდა, ან რომ გვეუნებოდა ლოცვა გააძლიერეთო, ის წინასწარული მოძახილი იყო. ის ჩვენ უნდა გამგვემართოთ და იმის ლოგიკური სტრუქტურა უნდა მიგვეცა. ამისათვის საჭირო იყო ინსტიტუტები, სამრევლოსთან მუშაობა. არა ეს არ იცოდა პატრიარქმა და ეს ჩვენ უნდა გვეთქვა. ვინც მაგას ეგ მეთქვა და მაგისთვის მესწავლა, წიგნები მეწერა და ეგ ლექტორი ყოფილიყავი და ეგ მემუშავა. დავიწყე ვიღაცების დებილების ჭკუაზე ხელების მოწერა რაღაც ფურცლებზე რა. ცხენია საკუთარი ჩემი. იმათ კი არა, აბრალის დეგენერატები იყვნენ, დეგენერატება დარჩენ, მაგრამ მე სხვა დეგენერატები ვიყავ. ალბათ დღესაც რა ვიცი. მართლმადიდებლო საბჭოთა ადამიანის საკუთარ თავზე არანაირი პასუხისმგებლობას არ იღებს. მან ის მთლიანად გადააბარა იმ მისტიკურ მიზანს, რომელიც განსაზღვრავს და აწესრიგებს მთელ სოციალურ და პოლიტიკურ მისტიციზმს. და ეს რაც უკრაინაში ხდება, რაც აფხაზეთში ხდება, რაც ოსეთში დაგვემართა, რაც დღეს ხდება. გამოყენებული ლიტერატურა, ბიბლიოგრაფია, ბრენდონ გალიჰერი, ესქატოლოგიური ანარქიზმი, ესქატოლოგია და პოლიტიკა არის ამის მნიშვნელობა. თქვი იქ, აბა თქვენ